ჟავაში ლაკმუსი. შავი მოწვანო მოყვითო. არაფერი, ვარდისფერი უნდა იყოს. რა თქმა უნდა. ა ბატონო. ლაკმუსია. ფერი კი არ მოაშორა. ჟავაში ლაკმუსი არის წითელი და მაშინ ტუტეში არის ლურჯი შეფერილო. აი ხა ერთი წამით რა. დია. გაჩერდი რა. აი ჟავა რო არის იმითი რა ქვია მეთილნარინჯი. წითელი შეფერილობა მიიღო მან და ეხა ჩავასხავ ტუტეს. თუ ზუსტად იმ წერტილს მივაგენი განეიტრალების წერტილს, მაშინ ჩემო ბატონო ნარინჯისფერი უნდა მიიღო თუ და გაყვითლდება. გაყვითლდა. არა, გავწვადება. ლურჯი. გაყვითლდა. გაწითლდა. არც არაფერი. შერწყა. აუ, ახლა რო აფერ. რაღაცა ის ყალბი ხო? მას ტუტი არა. ხო გითხრა, აი ხო იმას. ხო გითხრა. არაფერი მოგვის. აი მას ტუტი არისო და იმ შეკალია. აი ეს. ტუტე ის არისო. ას არ გადაწოთეს მე ხიკალბი. აგერა მაქვს ტუტე. აი ტუტე, აუ რა კაი ტუტე. აი ხოთი. აი გაგვიტლა. მოგდა ნეიტრალიზაციის რეაქცია. ჟავასა და ფუძეს შორის მიმდინარე რეაქციას, რომლის დროსაც მიიღება მარილი და წყალი, ეწოდება ნეიტრალიზაციის რეაქცია. დავიგეთ? 19 პარაგრაფის ჩათვლით ყველა სავარჯიშო გავგებარი თუ იქნება მომძალდი და მიხარი დაყვეთილამდე. მას დავალებაში ნიშნებს წერს დავალებაში ჩამოთარგმნით. ახლა ჩამიწერით რა. ბოლოს აღარ უნდა ეთქვა 19 პარაგრაფამდე. ბიჭო. რაც აფეთქა ხო ის მასწავლე მე გვინდა ბევრი და ბევრი წყალი გვინდა სკოლაში დავტყუოთ და ჩავყაროთ. და სკოლა ავაფეთქოთ, ხო ხვდები რა? მაბარო.